კომპანია Anthropic, რომელსაც chatbot-ი კლოდით იცნობთ, სულ მალე საფონდო ბირჟაზე გამოვა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მზარდი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა $1 ტრილიონ გადააჭარბოს. მეტა ბატონ ბიზნეს $1 ტრილიონი ჰქონდეს. ყვავებდა საქართველოს. Forbes-ი იუწყება, რომ კლოდის გლობალური მოხმარება, ანუ ტრაფიკი, მაისში 16%-ით გაიზარდა და მხოლოდ ამ პერიოდში მომხმარებლები ამ საიტზე შევიდნენ 952 მილიონჯერ. მაგრამ Anthropic-ის მთავარი მომხმარებლები და კლიენტები არიან კომპანიები, რომლებმაც ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ თურმე ხელოვნური ინტელექტი ცოტა ძვირია და თუ გადაწყვიტეს, რომ ამ მხრივ ხარჯები შეამცირონ, ეს შესაძლოა Anthropic-ის შემოსავლებსა და აქციის ფასებზეც კი აისახოს. 1 იუნის მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა Bain & კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი 1000-მდე კომპანია გამოკითხეს. ამ კვლევის შედეგად Bain-ს, ოღონდ Bain-ს არა Batman-ს რო ებრძვის, დაუდგენია, რომ კომპანიების 40%-მა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ კვლევაში, ხარჯების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები დაზოგეს AI-ის მეშვეობით. თუმცა ამ კომპანიების 90% მაინც აპირებს, რომ AI ბიუჯეტი გაზარდოს. რაც პრინციპში ლოგიკურია, იმიტომ რომ თუ გინდა რომ რაღაცა შემოსავალი გაგეზარდოს და პროდაქშენი გაგეზარდოს, საჭირო არის რომ ცოტა მეტი რესურსები ჩადო რაღაცაში, უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტად დაამუღაბო რაღაცეები. რასაც დასთეს იმას მოიმკი, ან რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, რამდენად მიესადაგება ამას არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მე არ ვიცი, შეიძლება. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული 1000-მდე კომპანიის მხოლოდ 7%-ს აქვს სრულად ავტონომიური AI ოპერაცია. ანუ დანარჩენებს რაღაცა ტიპის ჩართულობა სჭირდებათ ადამიანების მხრიდან რა, ან მეთვალყურეობა, ან დასტური რაღაცა ტიპის ჩართულობა სჭირდებათ ადამიანების მხრიდან. ხო და აი ეს ყველაფერი კონკრეტულ მაგალითებშიც გამოიხატა. მაგალითად, Microsoft-მა თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ კლოდი აღარ გამოიყენოთო. ეს შეიძლება გეგონოთ, რომ Microsoft-მა გადაწყვიტა, რომ როგორც თავის დროზე Bing-ს უტენიდნენ, გახსოვთ, ყველაფერში რო ჩატენილი იყო, რომ ოღონდ აქ შემოდით, Google-ზე არ შეხვიდეთო. MacPoint-ში გადაწყვიტეს, რომ თავიანთი თანამშრომლები ეიძულებინათ, რომ Copilot-ზე გადმოდითო, მაგრამ უბრალოდ ძალიან ძვირი უჯდებოდათ, როგორც აღმოჩნდა. ვაიმე ბილიკო, რა თქინდა კაცო, ეს კლოდი ამოდის სახლში, გვაქვს Copilot-ი და Souz-ი. და Uber-მა კიდე საერთოდ 4 თვეში ამოწურა თავისი AI ბიუჯეტი. ხო და აქ ერთი ამბავია კიდე, თურმე Axios ერთ-ერთმა AI კონსულტანტმა მოუყვა, რომ ჩვენმა კლიენტმა ვინდენი მოახერხაო, რომ მხოლოდ 1 თვეში დახარჯა 500 მილიონის ტოკენებიო. რა ქნა ამისთანა. აქ ყველაზე მაგარი იქნებოდა ბუღალტრების რეაქცია, უცებ რო ხსნიან, რომ რაღაცა ბალანსი გავაკეთოთ, მოდი ახლა ამ კვარტლის და აბა ჩავხედოთ როგორ მუშაობს ჩვენი წარმატებული კომპანია, რომელსაც ისეთი ჭკვიანი ხალხი მართავენ, რომ აი AI-ც კი დანერგეს და უცებ ბუღალტერი ხსნის და 500 მილიონი არის გადასახდელი. აი ესა გამარჯობათ, ჩვენ გაწუხებთ ჩვენი ინვოისის თაობაზე. საქმე რა შეიცით, მგონი 5-0 გაქვთ ზედმეტი. რაღაც შეცდომა ხო არ არის. მოკლედ გარკვეული რისკები და ეჭვები არსებობს. ხო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით Anthropic-ის ყოველწლიური ბრუნვა უახლოვდება 50 მილიარდს. და Wall Street Journal-ი იმასაც გვეუბნება, რომ მალე იქნება პირველი კვარტალი, რომელშიც ეს კომპანია მოგებაზე გავა. მოკლედ ამ ეტაპზე ესეთი მდგომარეობა გვაქვს. AI კომპანიები გამოდიან საფონდო ბირჟაზე, მათი შემოსავლები იზრდება. არიან კომპანიები, რომლებიც ამ ყველაფრის დანერგვაში რაღაც სარგებელს ნახულობენ. აქა-იქ ესე თლად სწორხაზოვანი ამბავი არ ხდება. მომხმარებელი ცოტა სკეპტიკურად არის განწყობილი და რაღაცა ვნებები უკვე გამოიკვეთა ამ მხრივ. ხო და მოკლედ ძალიან საინტერესო ამბები გველის წინ. ხო და თუ გაინტერესებთ ეს ამბები, დალაიქეთ და subscribe-ით.